დონ კიხოტის ახალი წარმოდგენით პაატა ციქურიშვილის სინეტიკის თეატრმა კიდევ ერთი წარმატება იზეიმა. He now insists to be called Don Quixote de la Mancha. Oh, St. Jude, preserve us. სპექტაკლში თითქოს არც კოსტიუმებია ესპანური და არც მუსიკა. თუმცა დახვეწილი იუმორის და მდიდარი ფანტაზიის სიურრეალისტურ შერწყმაში დალის, ბოსხის და ბუნიუელის გავლენა მაინც იგრძნობა. Don Quixote in each of us. დონ კიხოტი მეტანაკლებად ყველა ჩვენთაგანშია. სრდით და ჩამოყალიბების რაღაც ეტაპზე ჩვენ მას ვკარგავთ. ჯერა რომ სპექტაკლის ნახვის შემდეგ ისევ მოუძებნით დაკარგულ უმანკოებას და რომანტიზმს. გავაცოცხლებთ სიკეთეს და სილამაზეს და ხანდახან მაინც დავამარცხებთ ზედმეტი რეალობით და ცინიზმით გაჯერებულ ცხოვრებას. დონ კიხოტში ტრადიციულ ქარის წისქვილებსაც ვერ ნახავთ. მათ ნაცვლად ლამანჩელი იდალგო ახალ პერსონაჟს, ფრესტონს დასდევს, რომელშიც თავად ბოროტებაა განსხეულებული. მრავალი შერკინების შემდეგ დონ კიხოტი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ ფრესტონი მისივე სხეულში და სულში ბუდობს. რეჟისორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ყველაზე დიდი ბოროტების სათავე ისევ ადამიანში უნდა ვეძებოთ და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში დავამარცხოთ ის. I thought the show was great. არაჩვეულებრივი იყო, პირველად ვარ მას წარმოდგენაზე და ძალიან მომეწონა, ძალიან. ისეთი ენერგია მოდის, ისეთი თითქოს სხეულის ყველა ნაწილი გამითბა. აუცილებლად ვნახავ სინეტიკის ყველა ახალ სპექტაკლს. Сегодняшний спектакль это, как всегда, потрясение полное. როგორც ყოველთვის სრულ შოკში ვიმყოფები, გული ამოვარდნაზე მაქვს და ყველაფერი მიცახცახებს. სინეტიკის სპექტაკლებში ცხოვრება იმდენად გაშიშვლებულია, რომ ინტელექტუალურ და გემოვნებიან ადამიანზე ის განუზომელ ემოციურ გავლენას ახდენს. უზარმაზარი ნიჭიერებაა. I love the show. ძალიან მომეწონა. ზღაპრული სპექტაკლია. მსახიობებიც არაჩვეულებრივად თამაშობდნენ და რეჟისორის ხელწერაც სასწაული იყო. It was awesome. It's just another example of Pata and Irina's brilliance here in the Washington D.C. area. ეს პაატას და ირინას ბრწყინვალების კიდევ ერთი მაგალითია აქ ვაშინგტონში. მე ქალაქ არლინგტონის ხელოვნების საბჭოს წევრი ვარ. მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ თეატრს. ფინანსური მხარდაჭერა იქნება ეს თუ სხვა სახის თანადგომა. სინეტიკი ჩვენი ქალაქის სიამაყეა. თეატრი ხომ მაყურებელს მთელი რეგიონიდან იზედავს. მათი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. დონ კიხოტით სიკეთის და ბოროტების შერკინების მარადიული თემით სინეტიკის თეატრი სეზონს ხურავს. ახალი სეზონი, ახალი გეგმები, ახალი პროექტები. პაატა ციქურიშვილი თვლის, რომ დროა ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს და წარმატების შანსი ახალ რეჟისორებს, ახალ სპექტაკლებს მისცეს. 5 სპექტაკლის მაგალითად 7 მაქვს. მე უფრო გავზარდე ინტენსიურობა. მაგრამ ნაკლებია მაგალითად ჩემთვის როგორც პირად რეჟისორისთვის ნაკლები ახალი სპექტაკლი. აღარა მაქვს 4 ახალი სპექტაკლი. ახლა მაქვს უკვე 2 ახალი სპექტაკლი. შექსპირის თეატრში უნდა გამოუშვა ჭირვეულის მორჯულები. და სეზონს დავხურავ ჯარისკაცის მამას ვეძახი ქართულად, მაგრამ არის Home of the Soldier. ეხლა რატო ჯარისკაცის მამა? იმიტომ რომ ეგ თემა მინდა რომ ავიღო და ეს თვითონ რა თემაც არის, ხო? რომ გავა ამერიკულო და გავა თანამედროვო. რაღაც ესეთი მომენტი მაქვს, რომ აი სულ მგონია რომ კალიფორნია ახლა იქ მაინც ღვინის ქვეყანაა და ეს ქართული ოჯახი, ემიგრირებული ოჯახი, თავისი ვენახები აქვს, თავისი რაღაცა და ნუ ესეთი ისა მაქვს, რომ დღევანდელი დღე არის რაღაცა და შვილი გადაწყვიტავს რომ ომში წავიდეს. როგორც გავიგეთ, სინეტიკელები გაისად ევროპის ერთ-ერთ არატრადიციულ თეატრალურ დასს უმასპინძლებენ და სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობას თეატრის წიაღშივე აღზრდილ რეჟისორის ასისტენტს, ბენ კუნისსაც მისცემენ. ჯერჯერობით კი დასი დამსახურებული დასვენებისთვის ემზადება. მომავალ სეზონამდე სინეტიკელებო